ავტოპარკინგის ყოფილმა მეთვალყურეებმა მერიის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მათთვის მუშაობის უფლების გაგრძელება და ჯარიმის თანხის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც საგადასახადო სამსახურმა უკანონო თანხის აკრების მიზეზით დააკისრა. ეგრეთ წოდებული სტაიანშიკების განმარტებით მათ ყოველთვიურად შეჰქონდათ თანხა ბანკში, მოაჯირის ანგარიშზე და პარკირების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. სტაიანებზე მუშაობდით და გაუაუქმეს. თან ჯარიმას ამომიზარეს 500 ლარიანი და რა მეტყობა 500 ლარიანი ჯარიმის გადამხდეს მე აგერ მაგ ჯარიმის ბურთი აბატონ 500 ლარიანი აბატონ შეტანის ქვითა 120 ლარი მას შეტანი ორ შაბათიდან კვირემ სადღაც შეტანილი აბატონ VTB ბანკი ვის სახელზე ვის ანგარიშზე შექმნათ თანხა ეს შექმნა ქასრაშვილი ვის თქვენი დამსახურებელია? კი. ხო და მე გაუქმებული მე რა ვიცოდი მე იმ კვირას მისვენები და გამებიდი ორშაბათ თავზე დამადგენდა და მაჟარიმი. ახლა დავდივარ ეგო ახალ წლამდე იქნება თუ ახლის გახსნამდე იქნება რომ გამუშავონ რა სადა 2 კაპიკი ინვალიდები ვართ რამე ვართ და 2 კაპიკი ევიდანო სახე რომ 5-6 ლარი რჩებოდა. მერიასა ვიყავით იმის გულისა რომ აღდგეს მაგების სადა პარკირებაო თუ გაკეთებოდეს მანამდე ორი თვეა თუ სამი თვე დაკტოვდა ეთახები რასაც შექოდა აღრა ყველას გაგებული აქვს უფასო და რაფრაგიდა რომ დაარეგულიყო და რაფრაგიდა მაგის ფიფური გამოართვა პლუს ამასთან ერთად ორი თვე იქნება თუ სამი თვე იქნება გვაცალოს მოგცეს მისი აგარიშნობერი და იმ ჩახას ამ ქუთაისის ტერიტორიის მასშტაბით მე ვიქნები ხელმძღვანელი მე გამოართვე ფუნდე მე შევიტანი აგარის ჩემი ვიგი ესა რომ მე ჯარიმებია დადის საფინანსოა თუ საგასაგადო რა საფუძველზე იძლევა კაცი თურმეს მაჩუქებს გამოყვალაში და ვეხმარები და თანაგდობას უწევ ივორ კაბის როსახში პოლიცია ვიყოთ ამაზე მაჯარიმებს 500 ლარი რომ მომწედა 1000 ლარი მე ახალი რა მიდა შვილობაში სტაიანში კი აუცილებლად საჭირო არის იმიტომ რომ მაშინები რომ გამოდის სტაიანგიდან წახალა ავარია გიღმა გაკეთდა იმიტომ რომ სხვა მანქანა შედიოდა და დეეტაკენ ერთმანეთს და ძლივს დავაშორეთ ხალხი ერთმანეთს სტაიანში აუცილებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბაჰატა კლდიაშვილი გამოეხმაურა. კლდიაშვილის თქმით, ჯარიმის თანხის გაუქმება მათ კომპეტენციაში არ შედის, ხოლო რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, 1 იანვრიდან შპს პარკინგ სერვისის მიერ კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველას, მათ შორის უკვე ავტოპარკინგის ყოფილ მეთვალყურეებსაც ექნებათ. წლის ბოლომდე პარკირება იქნება ქალაქში, ასე ვთქვათ, უფასო, მომდევნო წლიდან კი პარკინგ სერვისი აიყვანს თანამშრომლებს, იქნება კონკურსი თანამშრომლები, რამდენადაც თანამშრომლების აყვანა მოხდება, რამდენადაც შემცნობელია კონკურსზე, შესაბამისად რამც მათაც ალბათ ექნებათ საშუალება სურვილი შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ვინაიდან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და შესაბამისად შეუწყდა ყველა მოიჯარეს, ცხადია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მათ აღარ აქვთ უფლება პარკირების მოსაკრებელი აკრიბონ ქალაქის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მათ აღარ აქვთ ვალდებულება, რომ ბიუჯეტსაც რაიმე საიჯარო გადასახადი გადაუხადონ. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პარკირების ადგილებზე მოიჯარეებს ხელშეკრულებები დავალიანების გამო აღარ გაუგრძელდათ, რის შედეგადაც ახალ წლამდე პარკირებაზე გადასახადი გაუქმდა. ახალი წლიდან ქალაქში პარკირების სისტემას შპს პარკინგ სერვისი გააკონტროლებს, რომელიც მერიამ 3 ჯერ ჩავარდნილი აუქციონის შემდეგ ჩამოაყალიბა.